Hi, მოგესალმებით. როგორ ხართ? ხო ხართ? კარგად. რა შვებით ხალხო? რა შვებით? როგორ დაიწყო თქვენი დილა? ჩემი დილა დაიწყო ძალიან სუდად. ღამიდან დაიწყო უბრალოდ ყურების ტკივილით. სიცხით ანუ ყველაფრით და ეგრევე მივიყარე წავლები, იმიტომ რომ ძვლები მტკივა სახსრები, ყველაფერი თითებიც კი მტკივა ძლებს ვშლი. და ადრე თუ გადავდებდი დალევას სწავლების, ახლა არ გადავდები, იმიტომ რომ სამსახურში ძალიან ბევრი საქმე, ბავშვებს ესე ვერ დატოვებ და სასწრაფოდ ფეხზე უნდა დავტკი. თავარია ის მოვიხსნა, რა ქვია, სახსრების ტკივილი. დავლიე ძალიან ბევრი წამალი უკვე დილიდან, არის საშინელი ვირუსები ხალხო. უბრალოდ არ ვიცი. ჩემ ქმარს ხათაშვილს ბრუნხებში გადაუვიდა. სუსტად ასეთი ის ქონდა, რა ქვია, ვირუსი. მე გამიმართლა, რომ შაბათი კვირა დამემთხვა და შემიძლია, რომ მეტად მივხედო ჩემ თავს, უბრალოდ ყურების შვილი მაქვს და ესე დაცული რომ აქვს, ბევრად კარგად გრძნობ თავს, ვიდრე ღიაროა. რო გითხრათ ყავა მინდოდა მოგატყუებთ, უბრალოდ რამე მინდოდა. ხო და ამას რო დავლევ, მე რა უნდა დავლიო გაციების ჩაი, რომელიც სულ ვიძახდი ფიგრაშვილის, მაგრამ იდეაში შველის. ჩემი მარიკო გავუშვი სალოსთან, იმიტომ რომ თუ ნახევარი ბავშვები არ უნახავს და უკვე გიშსკავ და რადგან მარიკოს არაფერი სჭირს, ამიტომ გავუშვი. ძალიან მეხვეწებოდა და მეთქი გამოგიშვებოღონ, მე ვერ გამოვყვებით ხო. თან სრულიად მშიერი, რაც სახში მქონდა არ მიირთვა, არაფრით არ მიირთვა. გამოუშველობიანი მაქო და კლით. მიირთმევს იმედია დავრეკავ მე. ჩემი სახლი ახლა რომ ვიხედები, შეიძლება მალე გაიქცეს. ისეთი არეულია და მე ვლოგს ვიღებ, ანუ არეული ვიღაცისთვის შეფასება არ არის არეული, მაგრამ ჩემთვის ხო იცით რაღაცა ჭიქაც რო სხვა გადეს უკვეარეულია. მაგრამ სანამ დღეს ცოტა არ გამოვცოცხლდები, არანაირი სურვილი არ მაქვს რამის გაკეთების. გუშინ მოვატანინე ჩემს მეუღლეს საქონლის ხორცი, თქვენ იცით რომ მე ხინკალ საქონლის ხორცისას მივირთმევ უკვე ძალიან დიდი ხანია და ხორცს აღარ ვურევ, თუმცა ღვთისმსად მე ვარ რესტორანში თქო და მივირთმევ, მაგრამ იმ გემოზე ვეღარ მივირთმევ, რა გემოც უკვე 1 წელზე მეტია მაგუს და მიყვარს, ასე ვთქვათ. დღეს ჩემი მეგობარი უნდა გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ მოუწია სასწრაფოდ რაიონში წასვლა და პრინციპში დღეს აქაც რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვეტყოდი რომ არ გამოსულიყო, იმიტომ რომ პატარა ყავს და ბუნებრივია. რამდენჯერაც დავგეგმეთ ხალხო შაბათ კვირას რამე, იმდენჯერ ან ვიღაცა გარდაიცვალა, ან ვირუსები გვაქვს, ან რა ვიცი, არა და სხვა დღეებში დავგეგმოთ თქო და სხვა დღეებში არ გვცალია. ფიზიკურად არ გვცალია, იმიტომ რომ ბაღები და ვერანაირად ვერ ვიცლით. ვერანაირად. ჩემი და ქალის საჩუქარი ხო იცით კიდევ აქ მაქვს ორივესი თან. მეუთხარი ცოტა ხანი კიდე დაგაცდით და ამ ორივეს მეც გადასარევად გამოვიყენებ, მეუთხარი, ანუ არ ვიგავთ. მაგრამ ისე შეიცვალა ყველაფერი ხალხო, ისე გადაეწყო ხალხი, რომ რაც უფრო დიდხანს ვიმუშავებთ, რომ მეტი ანაზღაურება გქონდეთ, ამაზე ვართ გადართულები. რა თქმა უნდა, მე ძირითადად ვიხდით ბანკებს და გრიპებში ვხარჯავთ იმ ხელბას ძირითადად, მაგრამ ის ბანკიც ხო რაღაცისთვის გაქვს, ხო, აღებული ადამიანს. ჩემ შემთხვევაში ტელეფონის
განვადებას ვიხდი და ტრილიაჟის ის თეთრი რომ აქვს და იმას იმედენად ცოტას ვიხდი რომ აი საერთოდ ვერც ვხვდები რომ ვიხდი 3 და 5 ლარამდე რაღაცა ავტომატურად მიაქვს ხანდახან 1.15 ლარს ჩავრიცხავ ხოლმე რომ რამდენი წელი ვიხარ მივიდა ყელში მაგრამ აი ეს რომ მიხირდეს რომ თქვა მოვიშორო და ის არა მირჩევნია იქ რაც უნდა გადავიხადო 200 თუ რაღაც არ ვიცი რამდენი დარჩა თუნდაც იყოს 300 ლარი მირჩევნია რომ მობილურს მოვაკლო იმიტომ რომ აქ 100 ლარს ვიხდი და იქ ვიხდი 3 ლარს თუ 5 ლარს არ აქვს მნიშვნელობა ხან 3-ს ვიხდი ხან 5-ს რა დაახლოებით გააჩნია რამდენი გადავრიცხავ ხოლმე იმის მიხედვით ანგარიშდება ხო და ძალიან ადრეთი პერიოდი ისე იყო რომ რამეტი ჩარახარე ხმაქხლა ფასენი ტელეფონი თუ რაღაცა და მე ხო ამისგან შემოსავალი მაქვს ამ ტელეფონისგან ხო ყოველთვე არ მაქვს მაგრამ ხო მაქვს ეგ ყოველთვეც იქნება ანუ იქნება კაცო როცა მაქვს ხო მაქვს ჩემი შრომის და რაღაცას ხო ვნახულობ რომ გამოდის და გადავიხდი მე მუშაობ არავის არაფერი არ მithოვია გადამიხადეთ და არიქა და ახლა ავდგები 300 ლარზე მე ღაშივიდან ნახოთ როგორ იქნება არ ვიცი ახლა და არავის არაფერს არ ვთხოვდა ხალხი უფრო ნერვიულობს ჩემ რაღაცაზე ვიდრები ჩემს რაღაცებზე ანუ აი უნდა თხოვდნენ ხო ხვდებით აი რაღაცაში იმას გიქნან რა რომ აი ტიჩარა თუ რაღაც ხალხი ხალხო ამ ასე ტელეფონს კი არა ისე დრონებს ყიდულობს და ისეთ ფოტოაპარატებს ყიდულობს ეს რო 1%-ია იმის გადასახდელი და ანუ რა ვიცი ისიც რა უნდა იმას იყიდის თქვენ ყოველ შემთხვევაში მე არაფერს არ გთხოვთ ჩემით ვიხდი ამიტომ რას გაუგებ ხალხს ხო იცით ჭრელია ხან ისე ფიქრობენ ხანას შეშუპებული მაქვს მთლიანი სახე კი მეტყობა მაგრამ მაინც ლამაზი ვარ ვიხუბრე ხაბაგაზე ჩაცხრილოთ და თან როგორ არის ვფიქრობ რომ როცა გჭირდება რატომაც არა თუ გაქვს გადახდის ასე ვთქვათ თავი რომ რატო არა რომ თან ძალიან დიდი ხანი მინდოდა რა და ჩემ ძმამ რო ნახა საბერძნეთში გიყიდიო განცაო რო ნახა ფასი თითქმის იდენტურია რა არაფერი დიდი განსხვავება და ამიტომ გადავწყვიტე რომ აქ მეყიდა თან მენახა რას ყიდულობდი მართალია ცოტა მეტი რო შემეტანა წინსწრებით 4000 რაღაც აღარ მექნებოდა გადასახდელი იმიტომ რომ რეალურად მაგდენი ხო არ ღირდა ხო და ამდენი 3099 თუ რაღაც მოკეთ ისედაც კაი ძვირი ღირდა მაგრამ ამდენი ხო არ ღირდა 200 შევიტანე წინსწრები თუ 300 მე კი არ მახსოვს და ეგ რო არ შემეტანა კიდე მეტი მექნებოდა გადასახდელი წარმოიდგინეთ რეალურად ძალიან ძვირი გამოვიდა ეს ტელეფონი ასე რომ ვთქვათ ხა YouTube-ის ხელფასიც იქნება მომთვაში ერთი საათი ავარს ვიჭიდავები. ეხლა მე დავაშლი მოგეხსენებათ არ მეგობროთ და ვჭიდაობთ და რა ვიცი, ბუდიში ხრაშუნისთვის. რა მე მინდოდა ცივი. ცოტაშორის მე ვაშლი მიყვარს კანიანად. მე ვაშლი არ მიყვარს, მაგრამ თუ მივირთვო კანიანად უფრო მომწონს. და რაღაც ინფლუენსერი ერთი გოგონა ამბობდა რომ Facebook-ს სკროლავდა იქ ამომიგდო რომ რაღაცა ვიდეოზე დაახლოებით 1500 ლარი დამეჭდა რომ ვაგიხსნათო რა მაგის ყველაფერიო საერთოდ რომ მაგის გამო დრონიც კი შევიძინეო ნუ მოკლედ დაახლოებით ეგ ვიდეო დაჯდაო მაგდენი და რა თქმა უნდა მე მაგას ვერ ამოვიღებ ვერანაირად იმიტომ რომ მონეტიზაცია იმდენი არ არისო რომ ამოვიღოვო რა თქვათ რომელიღაც პლატფორმაზე მაგრამ სხვა პლატფორმაზე უკაჩავს ხო ხვდებით ანუ TikTok-ზე არაფერი Facebook-ზეც დიდი არაფერი ძალიან მინიმალურ სიხდის და YouTube-ი უფრო მეც გიხდის თითქოს ეგრე გამოდის რა ახლა მე არ მყავს ჯერ იმდენი გამომწერი რომ თქვათ რაღაცა ისე ხა ხალხს 300,000 იყავს რა ვიცი მე
მაგდენი ხა ყოველდღიური ვლოგები გაქვთ დიდად მაგდენი აუდიტორიის მოზიდვა, ну, რავი. უფრო ბიუთის ასტავს ხავს ხოლმე მაგდენი. TikTok-დან მოყვებიან. ერთ-ერთი როცა ნორმალურად ვახერხებ ვიდეოების დადებას, ეს არის შაბათი და კვირა და ეხლა კიდე კვდები და რა ვიცი, რა გითხრათ. გამოდის რომ კვირად ჩამივარ და ეგრე გამოდის. იმიტომ რომ დღეს ხინკალი უნდა გამეკეთებინა და რატო? იმიტომ რომ დღეს არის გიორგობა. და გილოცავთ ყველას გიორგობას მისი მადლი გფარავდეს სრულიად საქართველოს ქართველებს, სადაც არ უნდა ვიყოთ მიმოფანტულები და ძალიან ბევრი ვართ სამწუხაროდ. ყველას გილოცავთ. გუშინ ჩავწერე საკმაოდ ვრცელი ვიდეო. იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონის მიხედვით ქართველ ემიგრანტებს ვეღარ შეეძლებათ ხმის მიცემა არჩევნებზე, რამაც პირდაპირ ვთქვა, დამშოკა და აი ძალიან გაუპრასდი და ძალიან გამწარებული ვიყავი. და ცოტა მიუღებელია, ცოტა არა, ძალიან მიუღებელია ჩემთვის, რომ შენ საქართველოს მოქალაქეს არ თმევ მის ხმას. ანუ უბრალოდ შოკი. არ ვიცი, ალბათ მოქალაქეობაც მიყვება მალე, ვინც წავიდა. ხა სადაც ხმის უფლება წაართვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რისი სრული უფლებაც აქვს სხვათა შორის. და რა თქმა უნდა ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოება უკვე ძალიან ისია აღარ უნდათ. ძალიან დაბალი პროცენტები მოდის იქიდან მათი გამარჯვების და შესაბამისად უღირთ, რომ ეს კანონი შემოიღო. სამწუხაროდ ძალიან ცუდად იქცევიან და ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, ძალიან ცუდად. გაუგებარია ადამიანები, რომლებმაც იხსნეს საქართველო და გუშინ კომენტარს წავაწყდი. აი რო ამბობთო, რომ საქართველო იხსნესო, თქვენი ოჯახები იხსნესო, ჩემი ხო არაო. ანუ ეს ფული რო იგზავნებოდა და იგზავნება სხვა ქვეყნიდან, სად მიდის? უბრალოდ მაინტერესებს სად მიდის, იმიტომ რომ იმხელა ბრუნვებია ხალხო. მე მახსოვს შარშანი იყო თუ შარშანწინ არ ვიცი ხარ მინდა რომ რაღაც ტყუილი გავამივიდეს, არ მახსოვს. ესე იგი რამხელა ბრუნვა დასახელდა ბანკში, ზუსტადაც რომ ემიგრანტების მიერ. სად მიდის ეს ფული? საქართველოს არ ხმარდება ისე, ხო? ეხლა რა წარმოიდგინეთ რა ტვინ გაყინული უნდა იყო, რომ ისი ფიქრო, რომ შენ ოჯახს არ ხმარდება? ქვეყანაში იხარჯება, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ხო? რო არა ემიგრანტები მართლა არ ვიცი რა, აი პირდაპირ ვიძახი, რო არა თქვენ ხალხო. მე უბრალოდ არ ვიცი რა გვეშველებოდა, არ ვიცი. უსამსახურობა არის. აი რო ეტყვა ხოლმე სამსახურის მეტი რა არის განძრიხელი. ჩამოგითვლით სამსახურებს. ეს არის სახლებში ძიძა ან დამხმარე, რაც ძალიან ისე ყოველდღე იდება და სჭირდებათ და ეს ძალიან აქტუალურია და ასევე ბაღები, კერძო ბაღები ძალიან ხშირად დებენ ვაკანსიებს, მაგრამ რა თქმა უნდა აკმაყოფილებლი კრიტერიუმებს. ახლა გააჩნია რა ასაკია, გააჩნია აი შეიძლება ახლა სულ 22 წელს მიხვიდე, მაგრამ არ იყო შესაფერისი კადრი, ვერ გაქაჩო, ვერ მოერგო იმ ყველაფერს, ხო? არა, აუცილებელი არ არის, რომ თქვათ, აი ის ასაკში რო იყო, იმიტომ ვერ გაქაჩო. ძალიან ბევრი პატარა გოგო მოსულა ასაკით, მაგრამ იმდენად დიდი სირთულები დახვედრიათ, რომ მე საერთოდ მაგ ნერვები და გაქცეულა და
ასე რომ მაგასაც ვერ ვიტყვით. ასევე არის მაღაზიები, მაღაზიის ხელფასები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. თუ სრულ განაკვეთზე ხარ, ჩათვალე რომ ხარ ცოცხალი მიცვალებული და ანაზღაურება ცოტა მეტი გაქვს, თუ რაღაცა მცოცავი გრაფიკებით მუშაობ, ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობ, რა თქმა უნდა, სულაც არ გაქვს იმხელა ანაზღაურება. შემახსენეთ კიდე რა არის, ანუ რა სამსახურებია კიდე, ხო? მშენებლობა, კერძო კომპანიებში, კორპუსებს რომ აშენებენ, მანდაც უკვე ესეთ სიტუაცია, რომ თუ აი ვიღაც არ ყავს და რაღაც, მანდაც ცოტა კარგი ანაზღაურებაა, როგორც ამბობენ თავად, შესაბამისად, ასე მარტივი არ არის მიხვიდე და მოდი დავიწყე. არა, მანდაც საჭიროა რაღაცნაირად ვიღაცის ხელის წაკვრა, იმიტომ რომ ეგ არის სტაბილური სამსახური, მაინც ახლა კორპუსის მშენებლობა რო იწყება, რა თქმა უნდა, ვერ დამთავრდება 7 დღეში, ხო? შესაბამისად, სტაბილურად ითვლება, მაინც მე ის სასწავი გადაყავთ სხვა კორპუსზე და ესე ტრიალებს. მე შემახსენეთ კიდე რა არის. ანუ რა სამსახურების მეტი რა სამსახურებია ხალხო? რა? ეხლა გოგო ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, რავი, რამდენიმე ენა იცის და ვერ ვნახეო ნორმალური სამსახურიო. ვერ ნახა. რაც ნახა, იმდენად დაბალი ანაზღაურებაა, რომ რისთვის ვისწავლეურისთვის ვიწვალე ამდენიო, იმდენი ჩავდეო. მე ჩემს სწავლაში იმის ნახევარსაც ვერ ავიღებო აქო და ისევ საზღვარგარეთ არ ვიცი, წავიდა უკვე თუ აპირებს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ცხოვრებას რისთვის ვიყო აქო და მაგას ვიწახი, ძალიან ბევრი რომ მიდის და მე რჩებიან, ეს სულაც არ არის გასაკვირი, საერთოდ არ არის გასაკვირი, ხა. ჩემს შემთხვევაში, აი თეატრიდან რო წამოვედი, რაღაც პერიოდი ვიყავი სახლში, სანამ ბაღში დავიწყებდი მუშაობას და ბაღში დაახლოებით 8 წელია თითქმის ბაღში ვარ. და მახსოვს დედას ვთხოვე, რომ დედა წამიყვანე რა საბერძნეთში, ვაგროვებ ფულს, ამას გავაკეთებ, რაღაცა იმას გავაკეთებ, რა ვიცი, რაღაცა ჩემი გეგმა დავსახე, რითიც რაღაც აყვავების ხანაში ამოვყავი თავი და ამ უცნებამ ძალიან გამიტაცა, ასე ვთქვათ და მახსოვს დედა ჩემი რამოდენად ღელავდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვთხოვდი წაყვანა საბერძნეთში და მითხრა რისთვის ისწავლე გვანცა? რისთვის დაამთავრე თეატრალური სტუდია, ისწლები და ამდენი ნომინაციები რაში გჭირდება და შემდეგ უნივერსიტეტი, სადაც ძალიან ბევრი ისწავლე, იშრომე, შემდეგ თეატრში იმუშავე, ამდენი წელი, ამდენი როლი ითამაშე და რა გინდა? აქ ჩამოგიყვანო? რისთვის გასწავლე ამდენი? რისთვის ჩავდე შენში ამდენი რესურსი, ამდენი შრომა და ჩემი ცხოვრება გადმოვწიე, რომ თქვენ გესწავლათ, თქვენ ყოფილიყავით რეალიზებულები, იმიტომ რომ აქ ჩამოხვიდე და დაჯდე და მოუარო მოხუც. მე შენ ჩამოგიყვანე, ესე მითხრა და მინდა თავად ნახო ეს ყველაფერი. და მე გადაწყვეტო დარჩები თუ არ დარჩები, იმიტომ რომ შორიდან ძალიან მარტივი ჩანს, ძალიან ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხნის წინ წავიდა დედა და მაშინ რა ის ჩაყვანაზია ლაპარაკი, ტელეფონებიც არ იყო ლაპის, ესე მობილურები აქტიურად რო გვესაუბრა და ცალკე მოვიდა იმის დრო, რო გაიხსნა საზღვრები და შეგვეძლო წავსულიყავით, მოწვევით წამიყვანა დედა. თუმცა მაშინ თითქმის უკვე აღარ ვაპირებდი იქ დარჩენას, უკვე ბაღში ვიყავი და ამ ყველაფერმა გადამიარა, თუმცა რაღაცა პროცენტით ვფიქრობდი, რომ ხომარ დავრჩე და რაღაცები უფრო სწრაფად გავიარო, ვიდრე აქ ყოფნით მე გავივლი. მაშინ რო წავედი, თითქმის 3 თვით წავედი, ხო, დაახლოებით. და ეგრევე მიშოვეს სამსახურით ძალიან მალე და შევედი სამსახურში. კვირადღე იყო დასვენება და როგორც ხდება ხოლმე რა. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა ოჯახში, აი ისე გამიმართლა, რომ აი არ ვიცი რა გითხრათ, რამდენიმე წლის წინ 700 ევროს გიხდიან უენოს, რომელიც გონზე აღარ, ანუ აი ჩახვედი და მართლა არაფერი არ ვიცოდი, აი საერთოდ არაფერი. ეგ იყო რაღაცა ვაუ, დიდი მიღწევა რა.
და გასაუბრებაზე გამყვა დედას ახლობელი გოგონა, რომელმაც გვიშოვა ზოგადად ეს სამსახური და იქვე მუშაობდა იმ სამსახურთან ახლოს და ბერძნულად, მე ბერძნული არ ვიცოდი და რამდენიმე სიტყვა მასწავლეს, რომ კი, არა, რაღაცა, რომ მაინც ცოტა გონზე ვყოფილიყავი და ისედაც ეგენი უკვე ცოტა ვიცოდი, იმიტომ რაღაც პერიოდი უკვე იქ ვიყავი და კითხეს რა მქონდა დამთავრებული. ანუ თუ ვიყავი ნასწავლი, ასე ვთქვათ. უთხრეს, რომ კი, ეს არის მსახიობი, დაამთავრა ეს. და მე მახსოვს მათი გაუგნებული სახე, რომ როგორ უჭირს ქვეყანას, რომ ნასწავლი მსახიობი, რომელმაც ამ ხელაგზე გამოიარა, ის სხვა ქვეყანაში მიდის ოჯახში სამუშაოდ. აი ამაზე იყვნენ დაცენტრილები, რომ ნასწავლი, აი ეს ქონდათ. გამესაუბრა ამ ოჯახის უფრო ასაკიანი დედა ყავდა, ის ვერ გამესაუბრებოდა, მამა არ გამსაუბრებია და გოგონა და ანუ დაძმა გამესაუბრა მოკლედ. ძალიან განათლებული, ისეთი ჩამოყალიბებული ადამიანები და ძალიან მოვეწონე და მითხრეს, რომ კი, თქვენ დაიწყეთ მუშაობა, ყველაფერში დაგეხმარებით, აი ყველაფერშიო ვიცით, რომ არაფერი არ იციო. არ მქონდა გამოცდილება ამის, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და ჩვენ შენთან ვართ. და იმდენად ჩემთან იყვნენ ხალხო, იმდენად ჩემთან იყვნენ, რომ ახლაც კი გვაქვს ჩვენ მიმოწერა ძენი ქვია იმ გოგონას, რომელთანაც მქონდა ფანტასტიკური ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მე ბერძნულს ასე ვერ ვფლობდი, ხან Google-ის მეშვეობით ვსაუბრობდით, ხან მიხსნი და ხელით და მეც ესე და ვიგებდით ყველაფერს. ერთ რას მეუბნებოდა, რას ვეუბნებოდი, ყველაფერს ვიგებდით. ბოლო პერიოდში მით უფრო ვისწავლეთ ცოტა და უფრო შემეძლო გახსნათ საუბარი. წამოსვლის სანამ წამოვიდოდი, ხო მომატარა, აი რამდენი რამე ვერ გეტყვი. მოვიდოდა სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა და მესამეზე ძმა თუ პირიქით აღარ მახსოვს და მე ცხოვრობდით ჩვენ ოჯახი, ასე ვთქვათ. მოვიდოდა თუ არა, ამოვარდებოდა. არ ვიცი ხალხო, ხარას მჩუქნიდა. ეტყოდა თავის ძმას, რომ შენ დაიტოვე, დედა, ჩვენ მივდივართ სასეირნოდ. მე მინდა გვანცამ ნახოს ჩვენი კულტურა, რა გვაქვს, როგორ გვაქვს და დავყავდი ისეთ ადგილებში, ძალიან ბევრი ქართველი იქ რამდენი წელი ცხოვრობს და აი წარმოდგენა არ ქონდათ, რომ ეგეთი ადგილები არსებობდა. აი მომატარა იმდენი რამ ხალხო, აი კვირაში რამდენიმე დღეს 3 საათი, 2 საათი გავყავდი ხოლმე, რომ შენ ხარ ახალგაზრდა, შენ გჭირდება განტვირთვა და ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ანაზღაურებას მიხდიდნენ. წამოსვლის წინა დღეს მოიტანა ძალიან მაგარი თხილები, ახლაც ვგიჟდები იმ თხილზე, რაღაცა წიწაკაში ამოვლებული და შემდეგ შემოვიდა უკვე აქ წლების მერე აქ არ იყო ასეთი თხილეულობა, გააწყო რაღაცა ესეთი დაფა ჩემი წამოსვლის წინა დღეს და გამიმასპინძლდა და ნუ აი ძალიან ისე ვიყავი, ძალიან ბევრი ვიტირე, რომ მოვდიოდი, იმიტომ რომ ძალიან დაუახლოვდი და ძალიან გამიჭირდა მათთან გამომშვიდობება. შემდეგ მომაკითხა და ნუ მოკლედ აი ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა და არ ვიცი ცამდე მადლობელი და მადლიერი ვარ ამ ადამიანების და ყველას რა თქმა უნდა არ უმართლებს. ყველას რა თქმა უნდა ასეთი მაგარი ოჯახი ვერ ხვდება და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? უბრალოდ ძალიან გამიმართლა. და მიუხედავად ამისა, მე აღარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საბერძნეთში მემუშავა. რაღაცა ისე ვიყავი მაინც, აი, რამდენიმე თვით წავიდე, წამოვიდეზე ვიყავი. და ჩემებიც თანახმა იყვნენ, მაგრამ სულ იქ მუშაობაზე მეც უკვე ისე ვიყავი. მეორედ რო წავედი უკვე, ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად თუ არა, პირველ იმაზე თუ მეორეზე მუშაობდი, აღარ მახსოვს მოკლედ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ის, რომ ჩამოვედი დაახლოებით 10 დღეში თუ რაღაც გავთხოვდი. რაც იყო შოკი ყველასთვის. ჩამოფრინდი ჩემი დეიდაშვილის ქორწილისთვის. და ბოდიში, არა, პირველ წასვლაზე არ მიმუშავე, მეორე წასვლაზე ვიმუშავე, პირველი არ მიმუშავე პირველ წასვლაზე. და
ძალიან ნაჩხობრები ვიყავით მე და კოპა ძალიან და რო ჩამოფრინდი წავედი ჩემი დეიდაშვილის ქორწილში იდეაში მისთვის დავაჩქარე მოკლედ ჩამოსვლა უფრო და მე გავიგე რომ ხელისხოვნას აპირებდა იქ ჩამოსვლას ახალციხეში და ხელისხოვნას აპირებდა კობა მაგრამ არ ვიცი ჩაიშალა მოკლედ ეგ ამბავი ეგ მე გავიგე ჩამოვედი ახალციხიდან ქორწილის მერე რაღაცა პერიოდი სამსახურში გავედი უკვე და შევხვდით ერთმანეთს ძალიან ისე ვიყავი არ მინდოდა მასთან კონტაქტი ძალიან ნაჩხობრები ვიყავით და აი ზუსტად იმ დღეს როცა მეთქი მოდი რა საბოლოოდ უნდა დავიშალოთ იმიტომ რომ ნუ რა ძალიან ვიყავი გაბრაზებული იმ დღეს გავთხოვდი ხო და მოკლედ ესეთი ამბებიც თურმე ხდება ხოლმე, რასაც ვერ გათვლი ცხოვრებაში რაღაცებს და მახსოვს ძენიმ მითხრა, რომ რა გეჩქარებოდა, გაგიჟდა რომ გაიგო, გავთხოვდი რომ რა გეჩქარებოდა ერთი 5 წელი ერთად გეცხოვრათო და მე გადაგეწყვიტაო, გინდოდა არ გინდოდა, ნუ მე ბავშვო გავაჩინე მაგაზეო დაიცენტრა, რომ ჯერ რა გეჩქარებოდა ერთი 7-8 წელი გასულიყო, მე გაგეჩინა, ანუ იქაური მენტალიტეტი, რა თქმა უნდა, არის სულ სხვა აზროვნება აქვს, სულ სხვა მიდგომები აქვს ყველაფერზე და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. იმიტომ რომ ერთობლივი ცხოვრება უნდა გამოცადოს წყვილმა, რამდენად შეეწყობიან და როგორ შეეწყობიან. ხა ჩემი ნინას მეზობელი გოგონა ჩემი ძმა ცხოვრობს, ქირთ ცხოვრები იყო მოკლედ ის გოგო და შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, რავი, რამდენი წელი, 4 თუ რაღაც ეგრე არ მახსოვს. და მე რო წამოვიდე, მითხრეს, რომ იქორწინეს, იმიტომ რომ ერთად ძალიან კარგად იყვნენ, შეეწყნენ, რა თქმა უნდა, ოჯახები მიდიოდნენ, მოდიოდნენ ყველაფერი და მოკლედ დაქორწინდნენ. რაღაც კუთხით მე ძალიან მომწონს და მე ამბობდნენ ხოლმე, რომ ეგრე ხა ვერ შეეწყე, მე სხვასთან იცხოვრე, მე ესა. ხო, რა ვიცი, აბა. ეგრე ხო შეიძლება ოჯახიც დაგენკრეს ერთ კვირაში ვერ შეეწყო, მაგას ხო ვერ გაიგებ. თუმცა ის მენტალიტეტი, რომ ერთად ცხოვრება უნდა გამოცადო, რამდენად შეეწყობა წყული ერთმანეთს, მე ძალიან მომწონს. რაღაც კუთხით ძალიან მომწონს. ახლა წავედი. ჩაი უნდა ავიდუღო. დავლიო. თქვენთან საუბარმა მიშველა. ოდნავ ხალისზე მოვედი. დროებით.